მსოფლიო ბანკი რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დასაფინანსებლად $30 მილიონ გამოყოფს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი მოაწერეს. პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სოფელში გზის, წყალმომარაგების სისტემების და კანალიზაციის გაწმენდითი ნაგებობების, ასევე ბაგა ბაღისა და სპორტ კომპლექსების რეაბილიტაცია. ეს თანხები მოხმარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის წყალგაყვანილობის, გამდინარე წყლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, გარეგანათებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნული პროექტების განმახორციელებელი ორგანო იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდი. ჩვენთან უკვე შემოსული არის მუნიციპალიტეტებიდან არაერთი პროექტი და განაცხადი, რომლის დაფინანსებასაც ითხოვენ და უკვე ამ პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ დაფინანსებას კონკრეტული პროექტების და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უახლოეს მომავალში იგრძნობს იმ ეფექტს, რომელიც შეთანხმების შედეგად იქნება მიღებული.